აი დიქტატურა კლასიკური როგორც გამოიყურება არის ის გამახდა დღეს საბოლოოდ საქართველოში. მე ვიცი დემოკრატიის ფასი. საქართველოში ბოლო 8 წლის განმავლობაში თავისუფალი აქციები, დემონსტრაციები იყო ჩვეულებრივი შემადგენელი ნორმალური ცხოვრების. მორჩა ხელისუფლებასთან საუბარი. ჩვენი გეგმა არის ერთი რამ. ამ ხელისუფლების დემონტაჟი. რადიკალური ოპოზიცია, რომელიც უკვე მე-13 წელია ქვეყანას ოპოზიციური ფლანგიდან პრობლემებს უქმნის, კვლავ ხელმოცარულია და ყველა ბრძოლაში მარცხდება. ახლა კი ისინი ფაქტობრივად რეალური პოლიტიკური კონტექსტიდან სრულად ამოვარდნენ და საკუთარ ადგილსაც კი ვერ პოულობენ. მათ მიერვე წამოწყებული რადიკალური თამაშების მსხვერპლად იქცნენ. 13 წელია ოპოზიციაში არიან და ამ 13 წლის განმავლობაში დემოკრატიულ გარემოში არსებობა ვერ ისწავლეს. უბრალოდ არ შეუძლიათ. წააგეს 4 საპარლამენტო, 3 თვითმმართველობის და 2 საპრეზიდენტო არჩევნები და ყოველჯერზე ფსონს მაინც რადიკალიზმზე დებდნენ. ნაცვლად იმისა საზოგადოებისთვის საკუთარი ხედვები, საარჩევნო პროგრამები შეეთავაზებინათ, კონსტრუქციული ოპონირება გაეწიათ ქართული ოცნებისთვის, სწორება მუდმივად ქუჩისკენ ჰქონდათ და პროპაგანდას ტყუილზე აგებდნენ. ეს კამპანია იმ წამიდან დაიწყეს, როდესაც ოპოზიციაში გადაბარგდნენ და დღემდე აგრძელებენ. აი მაგალითად 13 წელია გვარწმუნებენ, რომ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდა. ჩვენ უნდა დავიცვათ საქართველოს დემოკრატია. ამაზე მეტი დეკლარირებული ავტორიტარიზმი ძნელი წარმოსადგენია. პროექტარობა ყოველდღიურად თავისი ქცევით, თავისი ზნეთი ემსგავსება პუტინს. შეგახსენებთ, რომ ეს განცხადებები კეთდება მაშინ, როდესაც ნაცმოძრაობის ოპოზიციაში გადასვლიდან მხოლოდ 2 წელია გასული. ამ 2 წელში კი ქართულმა ოცნებამ ადამიანს დაუბრუნა თავისუფლება. მედია, სასამართლო, ბიზნესი პოლიტიკური წნეხისგან გაათავისუფლა. ევროასოცირების შეთანხმება გააფორმა. პოლიტიკური ველი გახსნილია და ოპოზიციას თავისუფლად აქვს შესაძლებლობა პოზიციები კანონის ფარგლებში გამოხატოს ქუჩაში, ხოლო კანონშემოქმედებაში მონაწილეობა მიიღოს პარლამენტში. თუმცა ისინი აცხადებენ, რომ დიქტატურაა, მაგრამ აქაც სრული გაუგებრობაა. როდესაც ჯერ ამბობდნენ, რომ დიქტატურა დამყარდა, ჩვენ მივიღეთ ესე ვთქვათ ერთპარტიული დიქტატურა. სამუდამოდ გარანტირებული გვაქვს ოლიგარქთა დიქტატურა. ქვეყანაში არის ოფიციალური დიქტატურა დამყარებული. გძახდით, რომ ქვეყანაში მყარდება დიქტატურა, დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიქტატურა დამყარებულია. სისხლიანი დიქტატურა. მოგესალმებით დიქტატურაში არის მცდელობა ქვეყანაში დაამყაროს დიქტატურა. გაუგებარია თუ 2018 წელს უკვე დამყარებულია დიქტატურა, 2019 წელს მცდელობა როგორ არის დიქტატურის დამყარების. ან შემდეგ ერთსა და იმავე წელს როგორ ხდება, რომ ხან მყარდება და ხანაც უკვე დამყარებულია ეს ეგრეთ წოდებული დიქტატურა. ქვეყანაში დიქტატურა კანონდება. დაამყარა ტირანული დიქტატურა ჩვენს ქვეყანაში. დიქტატურა დაამყარა თვალ და ხელშუა. ჩვენს თვალწინ დღეს დაამყარა ოფიციალურად დიქტატურა. მორჩა დამთავრებულია, ხელი მოწერილია, ოფიციალურად დიქტატურა გაფორმებულია. ცდილობს ივანიშვილი, რომ ამოქოქოს დიქტატურა. საქართველოში ყალიბდება კლასიკური პუტინის დიქტატურა. ეს არის დიქტატურა. შემდეგ ისევ მყარდება და შემდეგ ისევ დამყარების მოლოდინში ვართ. დიქტატურა დამყარდა, ქონდა რამე აბა რა დამყარდა. ჩვენ ხედავთ, რომ ქვეყანაში მყარდება უცნაური დიქტატურის ფორმა. საქართველოში ივანიშვილმა დაამყარა დიქტატურა. ეს არ არის კურსი დიქტატურისკენ, ეს არის დეკლარირებული დიქტატურა. საქართველოში რეალურად წითელი დიქტატურა ფორმდება. გუშინ ბიძანიშვილმა ჩაუდგა დიქტატურა გააფორმა. გადავიდა დიქტატურის ფაზაში, ეს არის დიქტატურა. ყარდება დიქტატურა. მიზანი და ამოცანა არის, რომ საქართველოში დამყარდეს ისეთი დიქტატურა. ეს არის ამ ხალხის მცდელობა საქართველოში დაამყარონ დიქტატურა. ისინი ღია ტექსტით ამბობენ, რომ ჩვენ ვადუღაბებთ ახლა დიქტატურას. ეს ალოგიკურობა და არათანმიმდევრულობაც მიანიშნებს, რომ ოპოზიციის განცხადებები შინაარსისგან დაცლილია, უარგუმენტო, უსაფუძვლო და სასაცილოც მათ შორის, მაგრამ მაინც გადავხედოთ, რას უწოდებენ ისინი დიქტატურას. ჩვენ მივიღეთ ესე ვთქვათ ერთპარტიული დიქტატურა. მათი აზრით, დიქტატურა ყოფილა, როდესაც 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ ჯამში 35 მანდატი მოიპოვა.
მორჩა დამთავრებულია, ხელი მოწერილია, ოფიციალურად დიქტატურა გაფორმებულია. თურმე ოპოზიციის მიერ დიქტატურად შერაცხულმა ძალამ დაწია ბარიერი 1%-მდე 2020 წელს და საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის გადალახვა 9 პოლიტიკურმა სუბიექტმა მოახერხა. 8 ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთა მანდატების საერთო რაოდენობა 60-ში ადგენდა. ეს ის პერიოდია, როდესაც თავისუფლად უკვე ფუნქციონირებს მიკერძოებული და მკვეთრად ანტისამთავრობო პროპაგანდისტული არხები, რომლებიც ასევე ქართული ოცნების პერიოდში გაიხსნა. იგივე მთავარისა და ფორმულას სახით, რომლებიც TV პირველთან ერთად ხშირად ფეიქ ნიუსებს ავრცელებდნენ ხელისუფლების დასაზიანებლად და რადიკალების მხარდასაჭერად. თუმცა მაინც ოპოზიცია საზოგადოებას აჯერებდა, რომ ასეთი რეალობა დიქტატურაა და ეს პროპაგანდა მომდევნო წლებშიც გააგრძელეს. ბევრი რამ მოხდა 2020-2024 წლებში. ოპოზიციამ 4-ჯერ სცადა სახელმწიფო გადატრიალება. იყო რადიკალური აქციები, მოლოტოვის კოქტეილები, თავდასხმა პარლამენტზე. ქვეყნის შიდა საქმეებში, არჩევნებშიც კი გარეჩარევების უპრეცედენტო მცდელობები, რადიკალების სასარგებლოდ, ომში ჩართვის მცდელობები და მაინც ოპოზიციის მიერ დიქტატურად შერაცხული ხელისუფლების პირობებში 2024 წლის არჩევნებზე 3 ოპოზიციურმა კოალიციამ და 1 ოპოზიციურმა პარტიამ ბარიერი გადალახა და ჯამში საკანონმდებლო ორგანოში 62 მანდატი მიიღეს. მაგრამ მაინც საზოგადოებას არწმუნებენ, რომ დიქტატურა უკვე დაიწყო. ქვეყანაში დამყარებული არის დიქტატურა. დიქტატურა მოდის. თულოცება ცდილობს დიქტატურა დაამყაროს ქვეყანაში. ცხადია, რადიკალებმა ჩვეულ სტილს არც 2025 წელს უღალადეს. ერთი მხრივ თავად ახალისებდნენ ძალადობრივ აქციებს. თავად ვეთქვეს უარი პარლამენტში კუთვნილი 62 ადგილის დაკავებაზე. ქუჩა აირჩიეს, მაგრამ იქაც დამარცხდნენ და სრული ფიასკოს ფონზე ისევ დაიწყეს. ამ ქვეყანაში ხდება დიქტატურის გამყარება, ეხლა რუსული ტიპის დიქტატურის გამყარება ხდება ამ ქვეყანაში. ესე ვითარდება, ესე განვითარდა ძალიან ბევრ ქვეყანაში დიქტატურა. დღეს საქართველოს დიქტატურა. დიქტატურა პრაქტიკულად დადგა. ჩვენ რეალურად უკვე ვცხოვრობთ დიქტატურაში. არ შეეგუება რუსული დიქტატურის დამყარებას. არ შეეგუება დიქტატურის დამყარებას. არა რუსულ დიქტატურას. დიქტატურა გაფორმდა ამ ქვეყანაში, ვისაც ჯერ კიდევ გონია რომ გაფორმებულა ძალიან დიდი ბოდიში ყველას, მაგრამ სრულ ბოდვაშია და თავს იტყუებს. დიქტატურა უკვე რაღაცა მეტაფორული კი არ იქნება. კომიკურობის ელფერი ამ განცხადებებსაც დაძდევს, რადგან ყველა მათგანი 2025 წელს გაისმა და კვლავ გაუგებარი რჩება. დიქტატურა ქვეყანაში უკვე დამყარდა და ახლა ძლიერდება. ახლა მიმდინარეობს დიქტატურის დამყარების პროცესი თუ მომავალში უნდა დამყარდეს და ახლა გვაფრთხილებენ. მაგრამ ამ ბუღალტერიაში შესვლა არ ღირს. ყველაფერი ისედაც ცხადია. მართალია ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, მაგრამ მაინც უნდა დაისვას კითხვა. რატომ ირჩევს უკვე 10 წლეულზე მეტია ოპოზიცია სტრატეგიას, რომელიც არ მუშაობს? დიქტატურა. 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 მთელი დიქტატურა ფორმდება. დიქტატურა. დიქტატურის გამყარება. დიქტატურა პრაქტიკულად დადგა. აბა დამყარდა. რადგან რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია რეალ პოლიტიკის პროცესს მიღმაა, მათი ქმედებების ასახსნელად ფსიქოლოგია უნდა დავიხმაროთ. ფსიქოლოგიაში არსებობს ფენომენი სახელად პროექცია, როცა ადამიანი თავის ნეგატიურ მახასიათებლებს ან ქმედებებს სხვას მიაწერს. რადიკალებიც სწორედ ასე არიან. 10 წლეულია ცდილობენ ქართულ ოცნებას დააბრალონ ის, რასაც წლების განმავლობაში თავად სჩადიოდნენ, რის გამოც ხელისუფლება დაკარგეს. დიქტატურა სწორედ ის მოუშუშებელი იარაა კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის, რამაც ხალხი მათ წინააღმდეგ ჯერ განაწყო და ისინი შემდეგ პოლიტიკურ მოუსავლეთში გაუშვა. ახლა კი ფიქრობენ, რომ თუ ქართულ ოცნებას პროპაგანდით მაინც მიაწებებენ დიქტატურის იარლიხს, საზოგადოება კვლავ იგივე განაჩენს გამოიტანს. მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ საზოგადოება კარგად ანსხვავებს აღქმებს ფაქტებისგან. მე ვიცი, დემოკრატიის ფასი ჩვენ ყველა გამოცდას ვაბარებთ ფრიადზე. საქართველოში დამყარდა დიქტატურა. სწორედ ამას გვაჯერებს ოპოზიცია და ამ ორ არჩევანს გვთავაზობს. ნაცმოძრაობის დემოკრატია ან ქართული ოცნების დიქტატურა. და მოდი ვნახოთ ორივე მათგანი. რადგან ბოლო პერიოდში აქტუალურია აქციებით დავიწყოთ. ოპოზიციას, რომელიც ნაცმოძრაობის დემოკრატიაში აქციებს მშვიდობიანად მართავდა, სისასტიკით უსწორდებოდნენ. სასტიკად უსწორდებოდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. არ აძლევდნენ ტერიტორიის დატოვების უფლებასაც კი. გასაქცევს არ უტოვებდნენ. მეტი დაკავებული, მეტი პრემია იყო მათი ლოზუნგი აქციების დარბევის დროს. და ამ რეალობის შემდეგ ნაცრეჟიმის შემოქმედები დღეს დიქტატურას არქმევენ სახელმწიფოს რეაგირებას, როდესაც ის პროპორციული ძალის გამოყენებით ცდილობს აღკვეთოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციელებზე თავდასხმა პიროტექნიკითა და მოლოტოვებით.
დღეს ძალოვნები ეგრეთ წოდებული დემოკრატიული ნაცრეჟიმის პერიოდისგან განსხვავებით სადამსჯელო რაზმებს კი არ წარმოადგენენ ან პოლიტიკურ ინსტრუმენტს, არამედ მხოლოდ დესტრუქციაზე რეაგირებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი არ ეგ არის ნაძირლების ხროვა და იმ პოლიციელებს ვეუბნები თქვენ სულ ყველა იცოდეთ სათითაოდ დაგაიდენტიფიცირეთ ყველას. ამგვარი დიქტატურა რომ ყოფილიყო 2012 წლამდე, საპროტესტო აქციებზე ხალხი არ დაიღუპებოდა, როგორც 2011 წლის 26 მაისის ღამეს. ციხეები არ გადაივსებოდა და როგორც მონებს არ ჩამოატარებდნენ განსხვავებული აზრის გამო დაკავებულ ასობით მომიტინგეს რუსთაველის გამზირზე. თუმცა ის ოპოზიცია, რომელიც დღეს ქართული ოცნების დიქტატურაზე საუბრობს, აი ამ წარსულზე გვეუბნებოდა, რომ საქართველოში ბოლო 8 წლის განმავლობაში თავისუფალი აქციები, დემონსტრაციები იყო ჩვეულებრივი შემადგენელი ნორმალური ცხოვრების. ხოლო 2012 წლის შემდეგ დღემდე, როდესაც ყველა მშვიდობიანი აქციის დროს მათი გამოხატვის თავისუფლება სრულად დაცულია, თურმე დიქტატურა ყოფილა. ჩვენ უნდა შევიდეთ მშვიდობიანად ხელებაწეული პარლამენტის შენობაში. და დავსვათ კითხვა, თუ დიქტატურა იყო ქვეყანაში, როგორ შეძლეს 2019 წლის პარლამენტის შტურმის მცდელობის შემდეგ ჯერ პოლიტიკაში დარჩენა, შემდეგ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. განა დიქტატურა დაუშვებდა ანტისახელმწიფოებრივი აქციების ორგანიზატორებს კიდევ ჰქონოდათ პოლიტიკაში დარჩენის შესაძლებლობა. როდესაც ამბობენ, რომ საქართველოში ცხოვრებაც კი შეუძლებელი გახდა, რადგან დიქტატურაა. როგორ მოახერხეს დიქტატურის პირობებში ყოველ მომდევნო წელს უფრო და უფრო რადიკალური გამხდარიყო მათი ქუჩის პროტესტი. ამ შენობაში უნდა შეხვიდეთ თქვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები. დასკიდირებთ! დასკიდირებთ ბიჭო! მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ხალხს. ძალიან ბევრს ვიბრძოლებთ. სამწუხაროდ შეიძლება ამ ყველაფერს მსხვერპლიც მოყვეს. საქმე იმაშია, რომ ისინი ქვეყანაში არსებულ თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოს ბოროტად იყენებდნენ, ნაცვლად იმისა, რომ ეს შესაძლებლობა პოლიტიკური ოპონირებისთვის გამოეყენებინათ. პარალელურად კი საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად თავისუფლებას დიქტატურად ნათლავდნენ. დიქტატურა. დიქტატურა? წითელი დიქტატურა ფორმდება. აბა რა დამყარდა. დიქტატურას არქმევს რადიკალური ოპოზიცია პოლიციის მიერ მათ ოფისებში ჩატარებულ ჩხრეკას, რომლის შემდეგაც ძალადობრივი აქციებისთვის განკუთვნილი დასაწყობებული პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილები თუ სხვა ნივთები ამოიღეს. მთელმა საქართველომ ნახა, როგორ მოქმედებდა ადგილზე პოლიცია, არანაირი აგრესია და ძალის გადამეტება. განსხვავებით იმ რეალობისა, რომელსაც ოპოზიცია დემოკრატიას არქმევს. მათ დემოკრატიაში მიღებული პრაქტიკა იყო საჩვენებელი დაკავებები. ღამის საათებში სახლებიდან გამოყვანილი ხშირ შემთხვევაში უდანაშაულო ხალხი, სპეცრაზმისა და კამერების თანხლებით. საზოგადოებაში ტოტალური შიშის დასათესად. საქართველოში დამყარდა დიქტატურა. ამ პროპაგანდის ვითომ და არგუმენტად ხშირად გვიჩვენებენ ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ ახალგაზრდებს. თუმცა არ ამბობენ, რომ ეს ბავშვები, როგორც მოიხსენიებენ ხოლმე, უშუალოდ მონაწილეობდნენ ძალადობრივ ქმედებებში. თავს ესხმოდნენ პიროტექნიკით სამართალდამცავებს, რომლის შედეგადაც ასეულობით პოლიციელი მძიმედ დაშავდა. ერთმა კი მხედველობა დაკარგა. ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა პიროტექნიკა. ოღონდ საჭიროა უფრო დიდი სახის, რადგან პატარა უფრო ვიზუალური ეფექტის არის. გვაჯერებენ რადიკალები, რომ მოძალადეების დაკავება დიქტატურას ნიშნავს. თუმცა ავიწყდებათ, რომ ხალხს ახსოვს, რას ნიშნავდა რეალური დიქტატურა, როდესაც ბავშვებს სკოლის დარბაზიდან ბურთის აღების გამო სჯიდა რეჟიმი.
ფეხბურთის სიყვარული ისჯება 14 წლის ბიჭს ორთვიანი პატიურობა მხოლოდ იმისთვის მიუცადეს რომ სკოლის სპორტული დარბაზიდან ბურთები დაუკითხავად გაიტანა. როდესაც მათი გაგებით დემოკრატიაში არასრულწლოვანს, წვრილმანი ხულიგნობისთვისაც კი 10 წლიანი პატიმრობისთვის იმეტებდნენ. დემონსტრაციულად სჯიდნენ. პატიმრების ოჯახის წევრებს აშანტაჟებდნენ. როგორც ეს 14 წლის გიორგი ზერეკიძის შემთხვევაში ვნახეთ. მოგესალმებით დიქტატურაში. ნიკა გვარამია მაშინ ჯერ კიდევ მედია მენეჯერის ამპლუიდან საუბრობდა ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულ დიქტატურაზე. თურმე დიქტატურა ყოფილა, რომ ტელევიზიების გახსნა უმარტივესად შეიძლება. დიქტატურა ყოფილა ისიც, რომ მკვეთრად ანტისახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკა ჩვეულ მოვლენად იქცა და ღიად პროოპოზიციური ტელევიზიები თუ ბეჭდური და ონლაინ გამოცემები უპრობლემოდ ფუნქციონირებენ. მეტიც, ხშირად მინიმალურ სტანდარტსაც კი არიცავენ და მათი პირდაპირ ეთერიდან ზიზღისა და შეურაცხყოფის ნიაღვარი მოედინება. ეს გვარამიას და მისი მეგობრების აზრით დიქტატურაა. მოდით ვნახოთ გვარამიასა და მისი მეგობრების აზრით რა არის დემოკრატია. მათი აზრით დემოკრატიაა, როდესაც ნაცმოძრაობა იბერიაში სპეცრაზმით შეიჭრა. კიდევ უფრო დიდი დემოკრატიაა, როდესაც ნაცრეჟიმის სპეცრაზმა იმედი დაარბია. მაშინ გვარამიას ის კი არ უთქვამს დიქტატურა დამყარდა, რომ მედია მისი სარედაქციო პოლიტიკის მიუღებლობის გამო არ უნდა დაარბიო. არა, დღეს რომ არ არსებულ დიქტატურაზე წუწუნებს, რეალურ დიქტატურაზე მაშინ ამბობდა. იმედი არ იყო დისტანცირებული, მიუკერძოებელი, გამშუქებელი იმ მოვლენებისა, რომელიც ხორციელდებოდა ბოლო პერიოდში. ამ ლოგიკით, ნაცმოძრაობის სტანდარტის დემოკრატია რომ იყოს ქვეყანაში, ხელისუფლება ყველა ოპოზიციურ ტელევიზიაში სპეცრაზმით უნდა შედიოდეს, რადგან მიუკერძოებელი გამშუქებელი არც ერთი მათგანია. პირიქით, არც მალავენ, რომ პოლიტიკური ინტერესები აქვთ. დიახ, გვაქვს პოლიტიკური ინტერესები. აქციებსაც მართავდნენ ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით. ანუ ღიად ჩაერთვნენ პოლიტიკაში. დიქტატურას არ ქმევენ იმ რეალობას, რომელშიც ყველას აქვს პროტესტის უფლება და არავის შიში ამ პროტესტის ხმამაღლა გამოთქმის. მაგალითად გავიხსენოთ მასწავლებლების პეტიციები და ანტისამთავრობო აქციებზე გამოსვლები. ახლა კი ეს ეგრეთ წოდებული დიქტატურა შევადაროთ ნაცრეჟიმის დემოკრატიას, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე პროფესორ მასწავლებლები აუდიტორიებში ჩაკეტეს. პატრულმა სააქტო დარბაზში შეკრებილი მეცნიერები ჩაკეტა და წყლის გარეშე დატოვა. ხოლო სააკაშვილმა ისინი ჩარეცხილებად გამოაცხადა, რადგან მისი რეჟიმის გულმხურვალე მხარდაჭერები არ ყოფილან. მარქსიზმ-ლენინიზმის პროფესორების მიერ გამოთქმული საქართველო მე არ მჭირდება. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ოპოზიცია ვერ პოულობს ადგილს დემოკრატიაში, ამიტომაც კონსტრუქციულობის ნაცვლად დანაშაულს ჩადის. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხან სახელმწიფოს იწვევენ. სასამართლოს გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა არ დავემორჩილები. ვერ დამიჭერთ, არა აქვთ ამისი თავი. ხანაც რევოლუციებს აანონსებენ. არ იქნება ხელახალი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა. ძალადობრივი, მაგრამ ლეგიტიმური რევოლუცია. მშვიდობიან რევოლუციაში. რევოლუციური ცვლილებებისთვის პირბადების რევოლუცია. რევოლუცია. და მიუხედავად ამისა პოლიტიკაში რჩებიან. ხან დემოკრატიულ გარემოს, სადაც გამოხატვის თავისუფლება აქვთ ბოროტად იყენებენ და მშვიდობიანი აქციები ძალადობრივ რელსებზე გადაჰყავთ. გმირად გამოჰყავთ პოლიციელების მოლოტოვით დამწველი და როდესაც დანაშაულზე კანონის შესაბამის პასუხს იღებენ სახელმწიფოსგან. აი ეს ყოფილა დიქტატურა. აბა რა დამყარდა. სამაგიეროდ იმავე ხალხს რომ მკითხოთ, დემოკრატიაა უდანაშაულო პოლიტიკოსების დაკავება და წამება, მხოლოდ იმიტომ, რომ რეჟიმისგან განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ და ამაზე ღიად საუბრობდნენ, როგორც ეს მოხდა სულხან მოლაშვილის შემთხვევაში. ასეთი შემთხვევები კიდევ ბევრია და ალბათ ამას სიუჟეტების ციკლი დასჭირდება, ასე რომ გავაგრძელოთ. დიქტატურა ყოფილა ისიც, რომ სასამართლო თავისუფალია, მის მიმართ ნდობა საზოგადოებაში წლიდან წლამდე მატულობს. მოქალაქეები სასამართლო დავებს სახელმწიფოსაც უგებენ. სტრასბურგის სასამართლო კი ფაქტობრივად იმეორებს ქართული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ხოლო დემოკრატია, რომელიც იმ ოპოზიციამ შესთავაზა ქართულ ხალხს, ვინც დღეს დიქტატურის დამყარებაზე გაჰყვირის, ასე ისმოდა. არანაირი მოსამართლე, ვერანაირი თავისი მიხედულებისავე ვერავის ვეღარ გაუშვებს ვერანაირი ჰუმანური მოსაზრეები. ნულოვანი ტოლერანტულობა წვრილმანი დანაშაულის მიმართ. თლიანად უნდა გაუქმდეს პირობითი სასჯელი, არანაირი პირობითი სასჯელი, ყველა ციხეში. ასე გამოიყურებოდა დღევანდელი ოპოზიციის დემოკრატიული მმართველობის დროს ციხეები და ციხეებში არსებული მდგომარეობა. ეს კი ციხეა ქართული ოცნების დროს, პერიოდში, რომელსაც დიქტატურის იარლიყი სურთ მიაწებონ. ასე ტოვებდნენ ციხეებს ნაცრეჟიმის დროს, როგორც თავად უწოდებენ, აღმშენებლობისა და დემოკრატიის შუქურის ნათების პერიოდში.
და ასე ტოვებენ ციხეებს ოპოზიციის მიერ დიქტატურად შეფასებულ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში პატიმრები. თან გვაჯერებენ, რომ დიქტატურაა, თან კი ჩვეულებრივ აგრძელებს ყველა ის ბიზნესი, მუშაობას, ვინც ღიად გამოდის ხელისუფლების წინააღმდეგ. თუ ბიზნესი ერთად დადგება, ერთიანი ბიზნესის ძალა არის ძალიან ძლიერი. როგორც კი ეს რეჟიმი ჩამოიშლება, დამიჯერათ არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე არ ექნება ლაპარაკი. მაგრამ მათ არავინ ავიწროვებს, არავინ ზღუდავს და აშინებს, მით უმეტეს ქონებას არავინ ართმევს. ახლა ვნახოთ ნაცრეჟიმის დემოკრატია. რეალობა, როდესაც ბიზნესმენებს ავიწროვებდნენ, ღამის პროკურორებთან ხელბორკილებით დაატარებდნენ და ქონებას ხელისუფლებაზე ან რეჟიმის მორჩილ პირებზე აფორმებინებდნენ. დაკვეთა იყო სპეციალური კეზერაშვილისა, თბილისის ბანკის მესვეურების მიმართ. Ტაში ჩარეული იყო ადეიშვილიდან დაწყებული სუყველა აბსოლუტურად, იმიტომ რომ იმ ქმედებებს, რომლებიც მაშინ განხორციელდა ჩემი და ჩემი ოჯახის ქონებების წინააღმდეგ, მარტო კეზერაშვილი და მარტო ხაზარაძე ვერ მოაგვარებდა. თუ არიან მათი შვილები, იმის ღირსი რომ დაემთავრებინათ ის ინსტიტუტები, დღეს იყვნენ წარმატებულები და მუშაობდნენ. ცხოვრობდნენ თავიანთ სახლებში. რატო არ იყვნენ ჩემი შვილები და ჩემი ოჯახი ამის ღირსი? მარტო იმიტომ, რომ აქციაზე წავედით და საჭმელი მიუტანეთ იმ ადამიანებს. ასე რომ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია გაიძახის, წითელი დიქტატურა ფორმდება. დიქტატურის გამყარება. დიქტატურა პრაქტიკულად დადგა. საქართველოში დამყარდა დიქტატურა. მხოლოდ სასაცილო ჟღერს ქართველი ხალხისთვის. ხალხისთვის, რომელიც მათი ნაცრეჟიმის ეგრეთ წოდებულ დემოკრატიაშიც ცხოვრობდა და დღესაც აქ არის. განა საქართველოში არის ისეთი ვინმე, ვინც რადიკალებს დაუჯერებს, რომ დემოკრატია ასე გამოიყურება. მიშა სააკაშვილის ერთი ნაკვი. თუ შეიძლება, ძალიან დიდი ბოდიში რომ გაწუხებ. ხოლო ეს დიქტატურაა. ასე რომ ცხადია, რადიკალური ოპოზიცია ვერ ახერხებს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ახლა დიქტატურაში ცხოვრობენ და მათი არჩევის შემთხვევაში დემოკრატიის თბილი სიო დაუბერავს. ყველაც კარგად ახსოვს რეალურად როგორ გამოიყურებოდა კოლექტიური ნაცმოძრაობის დემოკრატია. სწორედ სააკაშვილმა გასცა ბრძანება, რომ პატრულის იმიჯი არ უნდა შელახულიყო და ამიტომ ამ ბავშვებს და ჩემ ანგელოზევიჩ შვილს დააბრალეს ბანდიტობა და გამომიცხადეს, რომ ბანდიტთა ჯგუფი არის დაპატიმრებული. ყველაზე ბედნიერი რომ ვიყავი, მაშინ მომკლეს მე, მაშინ. ხალხო და მეორე, წარსულსაც რომ შევეშვათ, ადვილად განჭრეტადია მომავალი, რომელსაც ეს რადიკალური ჯგუფი სთავაზობს ქართველ ხალხს. ერთადერთი სივრცე, სადაც დიქტატურა მართლაც დამყარებულია, საქართველოში დღეს მხოლოდ ოპოზიციური ბაბლია. დღეს მხოლოდ ისინი ატარებენ ერთი აზრის დიქტატის პოლიტიკას და თუ ვინმე გაბედავს, ან წამოსწდება რაიმე განსხვავებული, უმალვე თავდასხმის ობიექტი ხდება მათსავე რიგებში. დახურული, უპერსპექტივო, დაცრისფერი, უგვიტყოდი შავგნელი და რომ არ დაიკარგოს ამისთვის, ანუ რატომ ვერ გავიგეთ, და რომ არ დაიკარგოს ამისთვის ცდილობს რაღაცნაირად საქართველოს ხელისუფლებასთან კი არ ცდილობს ურთიერთობებს. მინდა არ გვინდა ეხლა ეს ხელისუფლება ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური წარმოადგენს და თუ არ მაცდეთ საუბარს, თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ დიანა. ბატონო, უბრალოდ იმის ახსნა მინდა რომ გაგების პრობლემაზე როცა მიმანიშნე დიანა და შეგიძლიათ საკუთარ თავთან დიალოგი გაახსნათ ბრძოლით მაშინ იმიტომ რომ თუ არ დამთავრებინებთ თავს ვერასდროს ვერ გაიგებთ რას გეუბნები. კი ბატონო, საკუთარ თავთან დიალოგი. ამიტომ მარტივი არის სინამდვილეში, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც დღეს აქვს მიტაცებული ძალაუფლება დემოკრატიული პროცესის წინააღმდეგ. წარსულში თუ სახელისუფლებო ძალაუფლების პირობებში მთელ საქართველოზე ახდენდნენ ზეწოლას, ახლა მხოლოდ ვიწრო წრეზე აქვთ გავლენა, სადაც განსხვავებული აზრი აკრძალულია. არსებობს მხოლოდ ერთი აზრი
და ვინც ამ აზრს გადაუხვევს, ბულინგისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი ხდება. ამის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო და ნათელი მაგალითი მზია ამაღლობელის შემთხვევა იყო. როდესაც მან პოლიციელს ხელი გაარტყა, დაიჭირეს, მაგრამ ერთი აზრის დიქტატმა ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფებს აუკრძალა იმის დაჯერება, რაც საკუთარი თვალით დაინახეს. დაჯერება, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო დააკავეს და არა მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო, როგორც პროპაგანდა ცდილობს წარმოაჩინოს. ასე აუკრძალა და წაართვა წაკითხვის უფლებაც კი ოპოზიციის ერთი აზრის დიქტატმა მათსავე მხარდამჭერებს გამჭვირვალობის კანონის მიღების დროსაც. მათ უნდათ რომ შევიდეთ განსაკუთრებით შინაარში, რომ ჩაიკარგოს, რომ ეს რუსული კანონია. არა, ეს არის რუსული კანონი, ჩვენ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, სულ არ უნდა გავყვეთ. ასე რომ, როდესაც დიქტატურაზეა საუბარი და თან ამ სიტყვას რადიკალები იმეორებენ ვითომ და ქვეყანაში არსებული რეალობის აღსაწერად, მხოლოდ მორიგი წარუმატებელი პროპაგანდაა და თან კომიკური. თუ საქართველოში დღეს ვინმე სიტყვა დიქტატურასთან ასოცირდება, სწორედ კოლექტიური ნაცმოძრაობაა, მისი წარსულითა და აწმყოთი. რაც შეეხება მომავალს, ასეთ ძალებს თანამედროვე საქართველოში მომავალი უბრალოდ აღარ აქვთ.